კიდევ ერთი აბსურდული საქმე ნაცემი ჟურნალისტის წინააღმდეგ. გამოცემა პუბლიკას რეპორტიორს ალექსანდრე ქეშელაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემ ჟურნალისტს ედავება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ალექსანდრე ქეშელაშვილს სპეცრაზმი 29 ნოემბერს გაუსწორდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ის ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. დავით კობიძე ესაუბრა ჟურნალისტს და გვეტყვის თუ რას ედავება კონკრეტულად ვახტანგ გომელაურის უწყება ნაცემ ჟურნალისტს. პოლიციის მიერ დაკავებული ნაცემი გაქურდული და შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი ახლა მოლოდინშია, რომ ოლიგარქის ხელისუფლებას დამორჩილებული სასამართლო მის შემთხვევაშიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც სხვა ასობით მოქალაქის შემთხვევაში ალექსანდრე ქეშელაშვილი 29 ნოემბერს აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჯერ დააკავეს, შემდეგ როგორც თავადყვება სასტიკად გაუსწორდნენ წაართვეს აპარატურა, კამერა, ფოტოაპარატი და შემდეგ როგორც თავად ამბობს, ეუბნებოდნენ, რომ ხელი მოეწერა ყალბოგმზე, თუმცა ეს არ გააკეთა და ახლა ორ თვენახევრის შემდეგ გუშინ გაიგო, რომ საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი არის ჩანიშნული და მას ორ მუხს ადმინისტრაციული კოდექსით ედავებიან, ერთი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ასევე წვრილმან ხულიგნობას. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტს არ გაკვირვებია რეჟიმის ეს ქმედება, რადგან უკვე დიდი ხანია ქართული ოცნება ღიად ებრძვის მედიას და თვითონაც მოლოდინში იყო, რომ საქალაქო სასამართლოში მისი პროცესიც ჩაინიშნებოდა და ახლა აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ მის შემთხვევაშიც ნინო ენუქიძე სანქცირებული მოსამართლე გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რასაც სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი მტკიცებულებების გათვალისწინების გარეშე იღებს სხვა ასობით მოქალაქის წინააღმდეგ. პირველივე დღეს ესე რუსთაველის გამზირზე ჭიჭიანის ქუჩის დასაწყისში ჯერ კიდევ მაშინ როცა სპეცრაზმის და წყლის ჭავლიც იყო გამოყვანილი, მაშინ ესე შემომეხნენ გარს და სრულიად აბსურდულ სიტუაციაში ჩოლობ მედიის გვერდით ვიდექი ბევრი სხვა ჟურნალისტთან ერთად იქ შემოწვიდნენ პირდაპირ დამაკავეს, მაგრამ დაკავებამდე მცემეს და ის სადაც რამდენიმე წუთიანი ცემის შემდგომ ახსენა ვიღაცამ საერთოდ, რომ აი ეს გაიყვანეთ და დააკავეთ და იმის შემდგომ გადამცეს საპატრულო პოლიციას და გადამიყვანეს განყოფილებაში. სადაც დამხვდა უკვე რომ შემიდგინეს სადაც 2 საათის შემდეგ გაყალბებული ოქმი თითქოს მე რაღაც ვიგინებოდი ხმამაღლა, რაზეც რა თქმა უნდა უარი ვთქვი, იმიტომ რომ მე ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი, ვიყავი კამერებით. ერთადერთი ალბათ უნდა ვკითხო, რომ რა უყვეს ჩემს კამერებს, სადმე თუ დაალომბარდეს, იმიტომ რომ დღემდე გამქრალია და რავი, იმედი მაქვს, რომ ასევე რომ ჩემი გატეხილი ცხვირით რამე ხელი არ ვატკინე ვინმეს და უარეს შედეგს არ მივიღებ. ვადევნებდი თვალს სერგი ბარამიძის ამ საქმესაც, მაშინაც იქ ვიყავი, იქაც მუშაობდი და მახსოვს ისიც ფოტოებს ვიღებდი და მახსოვს იმ ჩემ კადრში მოხვდა როგორ აბსურდულ სიტუაციაში დააკავეს და იძალადეს მასეც და აი მაშინ უკვე მივხვდი რომ ალბათ მეც დამიბარებდნენ. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი აზრით ის რომ აი რაც დააშინო შეზღუდო. ალექსანდრე ქეშელაშვილი არ არის მედიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის წინააღმდეგაც ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ამავე კვირაში ორშაბათს ჩვენ ვნახეთ ჩვენი ოპერატორის, მთავარი არხის ოპერატორის სერგი ბარამიძის სასამართლო პროცესი. სერგიც ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ათობით პოლიციელმა დააკავა, მას სცემეს, შემდეგ კი ოლიგარქის რეჟიმს დამორჩილებულმა სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნოდა, მის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.